მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა ვიმუშაოთ ამ კლასიკაზე და ნახეთ როგორ დასტას ბოლოს როგორ არის ვარსკვლავი, ხო? ქალის ენერგია, რა თქმა უნდა, ესეც ყველა ვარიანტში და ამ გაშლით მე მინდა რომ ჩვენ ეს გაშლა მინდა რომ დაგეხმაროთ თქვენ, დაინახოთ საერთოდ როგორ ვლინდება თქვენი ქალური, ფინანსური ენერგია. რა აფერხებს ფულის თავისუფალ ნაკადს და რა დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, სიუხვის მიღწევაში რბილად, ხო, და როგორც ქალურად, ასე რომ ვთქვათ, გაცნობიერებლად, აი როგორ უნდა შემოვიდეს თქვენთან ფულის ძალა. კითხვები მაქვს მომზადებული, რა თქმა უნდა, დღეს ხო გითხარით, ავირჩიე კლასიკაზე მინდა ვიმუშაო, იმიტომ რომ საერთოდ მე ვასწავლე ტაროს განახლებული მიდგომით, აქ ჩვენ იცით თქვენ მე სულ მაგას ვამბობ, რომ არ მკითხავთ, იმიტომ რომ ამ ინსტრუმენტს აქვს უდიდესი ძალა და დღეს აგერ ვნახოთ ჩვენ კიდევაც როგორ მუშაობს კლასიკურად და რომ პირველი კითხვა რა თქმა უნდა მექნება მე ეხლა ანუ როგორ გამოიყურება ეხლა თქვენი ფინანსური ენერგია ამ ეტაპზე პირველი კითხვა დავსვათ შემდეგი ვკითხოთ ეხლა ჩვენ ანუ ეხლა ეს იქნება როგორ დამოკიდებულება დღეს ეს როგორც სიგნიფიკატორი ისე იქნება თქვენთვის შემდეგი ვნახოთ ჩვენ ანუ როგორ ვავლენ ჩემს კალორ ენერგიას ფინანსების სფეროში ანუ რამდენად შეგიძლია თქვენ მიღება ანუ ნდობა რამდენად თქვენს თავს აძლევთ უფლებას რო გქონდეთ ეს სიუხვე, ხო? ნახოთ. ისეც ნახოთ რა აფერხებს ფულის თავისუფალ ნაკადს, ანუ თქვენს ცხოვრებაში, ხო? ანუ რა არის, შეიძლება ის იყოს ან ბლოკები, მთავარი ბლოკი, ან შიში, ან შეიძლება თქვენ ახლა გაქ რამე შეზღუდვები, ანუ რწმენა რაღაცა შეზღუდული. ისეც ვნახოთ ჩვენ, ანუ რომელი არის, რა არის, ანუ თქვენი მთავარი ფინანსური რესურსი, ხო? ან შეიძლება ნიჭი რამე, ხო? ან შეიძლება რამე თვისება, ან უნარი, ხო? ნახოთ ახლა, რომელიც უფრო ადვილად, უფრო მსუბუქად თქვენ მარტივად, ასე რომ ვთქვათ, მოგიტანს, ვთქვათ, ამ სიუხვეს, ხო? ვნახოთ ახლა თქვენი так, მოიცადეთ ეს ვნახეთ ხო მეოთხე კითხვა მე მაქვს, ანუ თქვენი მთავარი რესურსი ვნახეთ ხო? შემდეგი ვნახოთ კიდე რა შეიძლება თქვენ ვერ აფასებთ საკუთარ თავში? ან აფასებთ არასაკმარისად, ხო? ანუ რა შეიძლება თქვათ, რა ის მნიშვნელოვნად ბოდიშით გაზარდოს თქვენი შემოსავალი. კიდევ ნახოთ კიდე ესეთი კითხვა მაქვს ძალიან კარგი ვფიქრობ ანუ რა მიმართულება ხო ან რის მეშვეობით ახლა შეიძლება თქვენ მოიზიდოთ ეს ფული ну მე აგიხსნით როგორც ყოველთვის მე ხო გეუბნებით რომ მე აგიხსნით მე ყველა კითხვას დასწრილებით ახლა რას გულისხმობ რა რო თქვენ ახლა ისე არ დაგტოვოთ ხო იცით უბრალოდ კითხვები რო გავამზადე მინდა რომ დავალაგო და მე როგორ ყველა პოზიციას გავარკვევთ ჩვენ ხო ნახოთ ახლა რა გჭირდება თქვენ იმისათვის რომ თქვენი შემოსავალი უფრო გაიზარდოს რა უნდა გაუშვოთ იმისათვის რომ თქვენთან ფული უფრო ადვილად შემოვიდეს ეგაც ნახოთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორი ახალი ფინანსური აზროვნება უნდა ჩამოვაყალიბოთ თქვენში იმისათვის რომ უფრო შემოვიდეს თქვენთან ფული და კიდევაც ნახოთ რომ თუ ამ რეკომენდაციებს თქვენ გაითვალისწინებთ რა ფინანსური სიუხვე შემოვა თქვენ ცხოვრებაში უახლოს მომავალში ნახოთ მე მგონი დავალაგეს სწორად სულ ყველა კი ბატონო
დავიწყოთ ახლა ჩვენ. პირველი კითხვა ჩვენი აქ რა არის? ანუ თქვენი ეხლანდელი დამოკიდებულება როგორი არის ახლა ფულთან, ხო? ანუ როგორ გამოიყურება, ხო, რო თქვენი ცუდად. ну, ეხლა შემიძლია გითხრათ, ბევრისთვის იქნება ცოტა კრიზისული სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება იყო რაღაცა აქ პერიოდი, როცა თქვენ გქონდათ, მაგრამ აქ შეიძლება ფულის მართვა არის ის სწორედ, გამიგეთ? ну, რა თქმა უნდა, ეხლა გაშლა, რომელიც ეხება ფინანსებს, ეხლა იქნება იმათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ კიდე ან გავაუმჯობესოთ, მოდ ეხლა არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ ეხლა მეხუთე ენერგიის, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. არის პერიოდი, როცა დაუშვათ ადამიანი შეიძლება, ну, სწავლობს ასე რომ ვთქვათ, ეხლა ან უნდა რომ ვთქვათ, უფრო გააუმჯობესოს თავისი სიტუაცია. შეიძლება კრიზისი გქონდეს ადამიანს, ვთქვათ, აქ შემოსავალი 1000 ლარი და უნდა 10000 გქონდეს. ну, ეს ძალიან დიდი ნახტომია, რა თქმა უნდა, საერთოდ ორ მაგარჯობია ყოველთვის, რომ იფიქრო რა, 2x რა, ასე რომ წოდებული რა. მაგრამ ახლა ნახეთ როგორი მდგომარეობა შეიძლება თქვენ ახლა ფიქრობთ კიდე რა შემიძლია გავაკეთო, იმიტომ რომ აქ ვერ ვეტყო რომ თქვენ ახლა ფული ვაფშე არ გქონდა და ფულის არაფერი არ იცით კი, მაგრამ შეიძლება არასწორად თქვენ ახლა ფულთან გაქვთ მართვა, არასწორად ალაგებთ თქვათ, ხო? და არასწორი მიმართულება გაქვთ თქვენ საერთოდ, ну, ფულთან დაკავშირებით. და კარგეთ, ახლა ამას არ იღებ მაინც. რომ მინდა რომ გავიგო, მაგრამ აქ პრინციპში ნახეთ რა ხდება. ადამიანი ეხლა სწავლობს, აქ უეჭველი თქვენ სწავლობთ იმას, რომ როგორი ვნახო გამოსავალი, რა გავაკეთო, კიდე რო გავაუმჯობესო ჩემი მდგომარეობა. შეიძლება თქვენ ვერ ხედავთ, თქვათ, რამე შესაძლებლობებსაც რა, ანუ რა შეიძლება დაგეხმაროს თქვენ, შეიძლება აქ ну, საჯარო გაშლა არის, რა თქმა უნდა, იმიტომაც არის შეიძლება, ხო? ყველა ვარიანტში ასე ეს პირადი გაშლა არ არის, ამასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგი მაგალითად შეიძლება დანაკლის გრძნობს ვაფშე დაკარგა რაღაც თანხები, ზოგი შეიძლება უბრალოდ ეძებს გზას და გამოსავალს, რა გავაკეთო კიდე იმისათვის, რომ ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ აქ ადამიანს უეჭველი, ну, პერიოდი არ არის ადვილი რა. იმიტომ რომ შეიძლება ზოგჯერ გაქვთ, ზოგჯერ არა გაქვთ, მაგრამ ეს საერთოდ იცოდეთ, რომ ყველაზე კარგი არის პერიოდი, როცა ჩვენ, ну, აქ ვითარდებით, როცა ხვდებით ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, იმიტომ რომ აქ უკვე ჩვენ გვეძლება იმისი საშუალება, რომ ჩვენ ვისწავლოთ, ან უფრო გავაუმჯობესოთ სიტუაცია, ან უფრო კიდე, თქვათ, ну, მოვძებნოთ. ზოგი ხო გეუბნებით, აქ არის ორი მომენტი, ზოგისთვის შეიძლება უნდა რომ გადავიდეს კიდე ახალ ეტაპზე და ისწავლოს, როგორ უნდა ვმართო ფული, როგორ სწორედ უნდა თქვათ და ეს ფინანსური ცოდნა შეიძინოს, ხო? ზოგი შეიძლება მართლა ძალიან ესეთ მდგომარეობაში არის, რომ ითვლის ბოლო კაპიკს, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად ჩადეთ რამეში, ხო, ფული დაუშვათ, შეიძლება სამსახური გქონდა და თქვა დახარჯეთ მერე თქვა და ხო იცით ხოლმე აი ეს მომენტი რომ დაუშვათ უცხოს ფული გამოჩნდა და ადამიანმა დახარჯა მიხარჯა და მერე ზის საერთოდ ეხლა რა ვჭამო დღეს არ ვიცი. ეგეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს, სხვადასხვა მომენტები შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ის რომ თქვენ აქ უკვე ხართ ესეთ, ანუ დამოკიდებულება როგორი გაქვთ თქვენ, ესე იგი, ანუ თქვენ ნამდვილად აქ ცდილობთ ყოველ შემთხვევაში გამოსულს, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან რთულია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვარიანტში თქვენ აქ შეიცდებით უკვე ну, ამ გაშლას ნამდვილად ეხლა უყურებთ ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება უეჭველი, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში, ну, რთულია ყოფნა. მოდით ნახოთ, ანუ თქვენი დამოკიდებულებაც არის ის, რომ ნამდვილად ეხლა ისე ვარ, რომ მინდა რამე გავიგო ვაფშე რა ხდება, ასე მოკლედ რო ვთქვათ, ხო? ნახოთ ეხლა ჩვენ უკვე გადავედით იმ თემაზე, რომ ანუ თქვენი როგორ ვლინდება აქ თქვენი ენერგია ქალური, ხო? აქ ანუ რამდენად თქვენ შეგიძლიათ მიიღება, რამდენად თქვენ ენდობით საერთოდ სიუხვეს რა, რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში.
ну, აი ზუსტად ნახეთ როგორი სიტუაცია შეიძლება თქვენ აქ ბევრ შესაძლებლობებს ვერ იღებს, იმიტომ რომ ეს არის, ну, ეს ძალიან მაგარი თემა, ამას ძალიან მაგრად განვიხილავთ ჩვენ ღრმად ახლა იმ კურსზე, რომელიც ახლა არის და რომელიც ტარდება ქალურ ენერგიაზე, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ არ ვიღებთ იმას, რაც მართლა არსებობს უკვე და ამასაც უნდა, რა თქმა უნდა, ну, შეცვალო შენი მიდგომა რა, იმიტომ რომ ზოგჯერ ხო ვფიქრო, ეს ჩემთვის არ არის დაუშვათ, ხო? ანუ მე მაგას ახლა, ну, ვერ ვენდობი, ანუ დაუშვათ, რამდენად მიიღება რას ნიშნავს, როცა მე დაუშვათ, ყველაფერი ჩემთვის არსებობს. რა თუ რამე არის, ჩემი არის, ხო? გამიგეთ. თან ახლა თასები წამოვიდა, ზუსტად აი ეს ანუ ბოლომდე შინაგანად ვერ ვიღებ, არ მჯერავს შეიძლება, გამიგეთ, რომ რამე შეიძლება იყოს ჩემთვის ან საჩემო, გამიგეთ? აი ეს არის ზუსტად ესეთი ენერგია, როცა უნდა შეხვიდე მიმღების ენერგიაში. აქ არ არის ბოლომდე ადამიანის შესული, შეიძლება თქვა, ანუ მომენტები რაღაცები არის, მაგრამ აი ბოლომდე ვერ იღებ თქვენ იმას, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს თქვენთვის რა. ანუ დიდი ფული შეიძლება იყოს ჩემთვის. ეს არის ძალიან ღრმად ზის შეიძლება ეს პროგრამა, როცა ადამიანი კი შეიძლება ზედაპირულად ვამბობ, რომ კი ყველაფერი ჩემთვის არის, კი სამყარო ჩემთვის მუშაობს, დაუშვათ, კი მე შემიძლია, მაგრამ სადაც აი ტარო აჩვენებს ყოველთვის უფრო სიღრმეს, ხო? ანუ სადაც ეთყობა არენდომე, მაინც ბოლომდე, რომ ყველაფერი არის ჩემთვის და ბევრ შესაძლებლობებზე ამბობთ უარს. იცოდეთ, რომ ეს არის ზუსტად და აი თან თასები, ნახეთ, მე რო ვეკითხები, როგორ ვავლენ ჩემს ქალურ ენერგიას ფინანსების სფეროში. ანუ აქ არის, ხო გეუბნებით, რომ თითქოს ბოლომდე ვერა, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, რომ ეს არის კარგად მინდა აგიხსნათ, ну, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, იმიტომ სულად ხო გითხარით, მე ხა ტრენინგებზე უფრო ვხსნი ხოლმე რა, რომ კი ვიცი რომ ვთქვათ, არის ჩემთვის, მაგრამ აი ბოლომდე, რასაც მე მაძლევე, ნახეთ, აქ ეს არის უფლის ხელი, მაძლევს რაღაცას, მაგრამ კიდე არ ვაძლევს ჩემ თავს, მე შინაგანად რომ მივიღო ეს ბოლომდე, იმიტომ რომ არის პროგრამები. ეს არის პროგრამა, როცა მე მაკლია, დანაკლისის პროგრამა. გამიგეთ, ანუ კიდე რაღაცები, ანუ არ ამჯერავ მე იმისი, რომ მე მაქვს, გამიგეთ? ეს არის ძალიან მაგარი პროგრამები, რომელიცაც არის დასამუშავებელი, თუ გინდა შენ ფული გქონდეს რა, იმიტომ რომ ეს მართლა მეუღებლობა არის, ძალიან მაგარი მეუღებლობა. ნახოთ ეხლა ჩვენ რა გიშლით, რა უშლის ხელს, ასე რომ ვთქვათ, რა ფერხებს ფულის თავისუფლად შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში, რა უშლის ხელს, ანუ რა შევა ბლოკი, შიში, რა უშლის ხელს. ну ნახეთ, აი, ну, ჩემ მოსწავლეები კი მიხვდებიან, მე 5 ჯვარი. ანუ რა გიშლის ხელს შეიძლება არის ზუსტად, აი აქ მე ვეტყოდი, შემზღუდვარი არის აქ რწმენები, რომელიც ზღუდავს. ეს არის პროგრამები ჩვეულებრივი. შეიძლება საგვარეულოს პროგრამებიც იყოს, აი ზუსტად ახლა ჩვენ კურსზე ამაზე ვიმუშავებთ, რომ აი საგვარეულოს პროგრამებზე, იმიტომ რომ ეს პროგრამები, ну, თქვათ, რას ნიშნავს საგვარეულოს პროგრამები, შეიძლება თქვათ, ოჯახში იყო იმაზე საუბარი, რომ არავინ არ ყავს ჩვენ მდიდარი და რაღაც შენ მოგინდა სიტყვაზე, ხო? ან ეს ბანალური ფული არა მაქვს. თუნდაც აი არა მაქვს ფული დაუშვათ, ეს სიტყვა თუ გაქვთ თქვენ ახლა ლექსიკონში, ხო? ანუ ეგრევე ვთქვათ, რომ ან კიდეც ახლა ვერ ვიყიდი, ხო? ამდენი ფული არა მაქვს. აი ეგეთი პროგრამები, ну, ბევრი. ეს არის ზუსტად რაღაცა ზის თქვენთან, თქვენში, რაც თქვენ გიშლით ხელს და რაც არ გაძლევთ, ხო? შეიძლება დანაკარგი გქონდათ უკვე თქვენ და
ან შიში გაქვს იმისი, რომ თქვათ, ეხლა ჩემთან როგორ, ეს არის ყველა ვარიანტი საგვარეულო პროგრამები არის აქ რა. აქ დაჟე ეხლა ამაზე საჯარო გაშლაში არც გავჩერდები, იმიტომ ვაკეთებ მე ყოველთვის მატრიცასთან ერთად გაშლებს, იმიტომ ხა მაგ ეს ინსტრუმენტი რატო არ გამოვიყენო ადამიანის სასარგებლოდ, ხო? კითხვა. და ამიტომ როცა მე ვარჩევ საქმეს ნებისმიერ სფეროზე, ყოველთვის ვეყრდნობი მატრიცაზე, იმიტომ რომ იქ არის ზუსტად ეს პროგრამები, რომელიც ჩვენ არ გვაძლევს რაღაცას, თქვა უფლებას, საშუალებას, რომ ჩვენ მივიღოთ ის, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის, იმიტომ რომ სული მოვიდა აქ რაღაც პროგრამებით, რომელიც უნდა დაამუშავოს. აქაც ეს საგვარეულოს პროგრამა მუშაობს ახლა. სიღრმეში არ წავალ, კიდევაც გეუბნებით, იმიტომ რომ ყველას თავისი პროგრამები აქვს, ჩვენ კურსზე კი განვიხილავთ სულ ყველა აბსოლუტურად საგვარეულოს პროგრამებს, რომ ადამიანისთვის იყოს უფრო ადვილი. ეს ყველაფერი თუ ვინმეს კიდე გინდათ, შეგიძლიათ შემოგვიერთეთ, ჯერჯერობით შეგიძლიათ რა. ისე რა ქვია, იმიტომ რომ ეხლა და ამ კვირაში იქნება, ვინც ეხლა უყურებს ეს ყველაფერი. ამისი განხილვა ღრმად. ვნახოთ ეხლა ჩვენ მაშინ შემდეგი, თქვენი მთავარი ფინანსური რესურსი რა არის? ან ნიჭი, ან თქვათ რამე თვისება, ხო? ან რამე უნარი, რის მეშვეობითაც უფრო ადვილად, მარტივად ფულის მოზიდვა შეიძლება. აი, ზუსტად თქვენი რესურსი ეგ არის რა. ანუ ნახეთ, აქ არის საერთოდ რას ნიშნავს ენერგია, ეხლა თასების მეფის ადამიანის, რომელიცაც ცხოვრობს ისეთ ენერგიებში, ჩემთვის შეიძლება, მე მსიამოვნებს, მე მაქვს. ადამიანი, როცა არის მშვიდ ენერგიებში საერთოდ, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც იცის, რომ აბსოლუტურად, სხვანაირად უდგება, თქვენ გაქვთ ამისი უნარი, ჩვენ ხო უნარზე ვეკითხებით, ანუ თქვენი მთავარი ფულის უნარი არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველ რიგში, ნახეთ, ნიჭი, მოიპოვოთ ის საქმე, რომელიც თქვენ მოგიტანთ სიამოვნებას. როცა თქვენ აკეთებთ რამეს, რაც თქვენ არ გსიამოვნებს და აქ უეჭველი შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ ზოგი დაჟე, აი მანხეთ ისეც რო წავიკითხოთ, შეხედეთ, არის ესეთი უნიკალური, ჩემ არხზე ხართ, მე ჩემს ინსტრუმენტებზე საუბრობთ, ხო? არის ეგეთი უნიკალური ინსტრუმენტი, როგორც მატრიცა. ამაზე გელაპარაკებით თქვენ სულ უკვე რამდენი წელი. არიან უმრავლესობა, ვინც მოდის და ამ ინსტრუმენტს აღებს შენ წიგნს და იქ წერია, რომ ეს არის შენი ნიჭი, ეს არის შენი უნარი, ეს არის შენი რესურსი, ეს არის შენი პირადი დანიშნულება, ანუ ყველაფერი, რასაც ადამიანი ეძებს, ხო, დევს ერთ ინფორმაციაში, ხო? უბრალოდ შენ უნდა გაიმეტო. შენ დაუშვათ გეუბნებიან, რომ აი ხა მაგალითად მე ჩემი მოსწავლეებისთვის მაგ ვაფშე ფასდაკლება ყველასთვის აბსოლუტურად იციან, ხო? ზოგი ამას იღებს, ზოგი კიდე ზის და ფიქრობს, რომ აი ეს არის ფულთან დაკავშირებული, აი ზუსტად რომ არასწორი დამოკიდებულება, გამიგეთ რა ხდება. ანუ რასაც თქვათ, შენ უნდა, რაშიც უნდა დახარჯო ფული, შენ იმაში არ ხარჯავ და ამიტომ ზიხარ მე აი ესეთ მდგომარეობაში, რომ არ იცი. და ანუ ყველაზე კარგი ფულის ჩადება არის შენს თავში. იმიტომ რომ შენ რომ გაარკვევ ყველაფერს, ხო, შენზე, მე უფრო გაგიადვილდება შენ ცხოვრება. და ზუსტად როცა შენ ნახავ იმ საქმეს, რომელიც შენთვის არის სასიამოვნო, რომელიც შენ გაღვიძებს და გახარებს, გახალისებს, ხო? როცა შენ რითიც შენ შეგიძლია დაიხმაროს სხვებს სიხარულით, შენ ნახე, ეხლა გავუშვით, მოდით ასე რომ თქვა. შეიძლება ზოგისთვის თქვა, მოლარე არის, თქვა, ეხლა მაღაზიაში. ზოგს უყვარს ეს საქმე. მოსწონს დაუშვათ, ხო? და ანუ ისე ელაპარაკება, აი გუშინ იყო ზუსტად რომ ვიყავით ახლა ჩვენ სასეირნო დაწმინდაზე და ორი მივედით ახლა იქ გოგოები
ვიყავი და რა თქმა უნდა სამკაულები რაღაცები იყო იქ და ანუ ერთი გოგო ისე იხარჯებოდა, ისე გელაპარაკებოდა, აი გულიც ეტყობოდა რომ ეს საქმე რომ რასაც მაგი აკეთებს, აი ნუ მოსწონს, სიამოვნებს, ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა, აი მართლა რომ სულ რო არაფერი მგდომებოდა, მაინც რაღაცას შეიძენდი. იმდენად ადამიანი იყო იქ, ანუ რაღაც ჩართული თავის საქმეში და ნამდვილად ეტყობოდა რომ ეს სამკაულებიც მოსწონს, უყვარს ეს თემა, ამაზე მოყოლაც სიამოვნობს მაგ და პლუს კიდე შენს სურვილი გაქვს რომ მისგან იყიდო. გვერდზე ზუსტად იდგა გოგო, რომ აი უფრო даже კარგი რაღაცები ქონდა, მაგრამ რომ გეგონება არც აი საერთოდ არ ვარსებობდით, არც შემოხედა, არც დაგველაპარაკა რაღაცა თავის საქმეს, ან გამყიდველი იყო, რომელიც დააყენეს იქ და თუ ვინმე იყიდეს, არ იყიდეს, სულ არ აინტერესებდა, იმიტომ რომ მაგას მოჭრილი ხელფასი შეიძლება აქვს და არ აინტერესებს საერთოდ. ეხლა იქ ვინ რას იყიდეს რა. და ეს მეორე გოგო იყო, რომელიც იმენ აი მისია ეს საქმე, გამიგეთ? ანუ იმდენად გემრიელად ყვებოდა და რა თქმა უნდა იმის რა იქნება, არაფერიც არ იქნება შემოსავალი იმდენით, რომ იმდენი ვიღაცა მოვიდა და არც მიაქცია ყურადღება. ამისი ვინსაც მოსწონდა, რა თქმა უნდა იქ ვინც მოვიდა, ყველამ რაღაცა იყიდა, გამიგეთ? ანუ ზუსტად ეს არის შენი პოტენციალი, როცა შენ აკეთებ საქმეს, რომელიც შენ გსიამოვნებს, რომელიც შენ მოგწონს, სადაც არის აი შენ უნდა იცოდე, რომ ეს არის ჩემი, გამიგეთ? რაც შენში გაღვიძებს ინტერესს რა, რაც შენ გიზიდავს, აი ეს არის შენი ენერგია რა, აი ამაში შენ პირველ რიგში უნდა გსიამოვნებდეს ის, რასაც შენ აკეთებ და რა თქმა უნდა, ნუ უკვე გითხარით პრინციპში მაგალითზე, მე მგონი უნდა მიმხდარიყავით. ეხლა ვნახოთ ეხლა ჩვენ რას ვაფასებ საკუთარ თავში არასაკმარისად, ანუ არის ეხლა მომენტები, როცა ჩვენ დაუშვოთ, შეიძლება არ ვაფასებთ ჩვენს თავში, მაგრამ თუ ამას ჩვენ მივიღებთ, უკვე ჩვენს თავში შემოსავალი გაიზრდება. აი რას არ აფასებთ თქვენს თავში, ნუ რაც გითხარით, ეხლა მე თქვენს ცოდნას კიდე ამას ვეთყოდე, ხო? შეიძლება თქვენ გაქვთ აი ეს მომენტი კიდე როგორი ვისთვის იქნება დაუშვათ თქვენ, შეიძლება შეიძლება კი არა აქ უეჭველი თქვენ გაქვთ რაღაცა ცოდნა, მაგრამ თქვენ როგორ ხართ იცით, შეიძლება ფიქრობთ აქედან გამომდინარე, რომ აი ის საქმე მე ვერ მომიტანს იმ თანხას, რაც მე ვთქვათ შემიძლია მივიღო, ხო? ეს არის ძალიან დიდი მინუსი, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. აი ეხლა ნახეთ კიდე ერთ მაგალითს გეტყვით, რომ ანუ დაუშვათ შეიძლება თქვათ, ზოგი იტყვის, რომ ჩემი თქვათ მომსახურება არის ძვირი, ხო? ვიცი რომ ეგეთი არის ბევრისთვის თქვათ ეს და ნუ იმათთვის ახლა ეს ძვირია, ხო? და რამდენი ადამიანი არის, რომ თქვათ გაუგზავნი და შეიძლება თქვათ, ნუ როცა მეკითხებიან, რომ ვაიმე, ანუ არც უთქვია, ზოგს იშვიათად მაგამ ამბობს, ზოგს შეიძლება ერიდება, ხო? ზოგს შეიძლება უკვე ინფარქტი არ ტყავს და უკვე ვერაფერს თქვა აღარ შეუძლიათ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მიცნობენ, აი ის თანხა რაც მე მიწერია, ხო, თქვათ, ჩემს მომსახურებაში, სამაგად მიხდიან. უკვე ვინც მიცნობს, გამიგეთ, რა ხდება? სამაგს მიხდიან, იმიტომ რომ იციან, რას ვაძლევ მე კონსულტაციაზე. ეხლა ნახე რა ხდება. თუ დაუშვოთ შენს თავს არ აფასებ, ხო? შენ თვითონ არ აფასებ შენს თავს, შენ არავინ არაფერს არ მოგცემს. იმიტომ რომ აქ რას ამბობ შენ, მე არა ვარ იმისი ღირსი. ჩემი მომსახურება ამდენი არ ღირს, ხო? ანუ ჩემ შემთხვევაში გამოდის რომ მე შეღავაც ვუკეთებ კიდე, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი ცოდნა რაც ღირს, ხო? მე მთელი ცხოვრება ვსწავლობ, ყოველ დღეს ვსწავლობ და ამიტომ მე ვიცი რომ ადამიანი რომ მოვა ჩემთან, მე მაგას დავეხმარებ და წარმოიდგინეთ, ვინც უკვე იცის
ის გემო რომ გასინჯა, ხო, თქვა ჩემი კონსულტაცია. ის უკვე 3 მაქს მიიხდეს. წარმოგიდგენიათ, ხო, შეგიძლიათ ნახოთ ახლა რა ღირს ჩემი კონსულტაცია. თუ გაინტერესებთ, მომწერეთ, ჩაგიგდებ და მიხვდებით, რას ნიშნავს 3 მაგი იმ თანხიდან. იმიტომ რომ ვიცი. აი, აქ ადამიანი არ იცის, გამიგეთ რა ხდება? თავისი შესაძლებლობები არ იცის. და ამიტომ არის ეს მომენტი, რომ მაგასთან არც თავისი საქმე არ აქვს, არც იცის და პლუს კიდე ან თუ იცის, შეიძლება ფიქრობს, რომ არა ვერ გადამიხდიან მე იმდენს, რამდენიც მე უნდა გადამიხადო. მიხვდეთ, ნახეთ რა არკანები მოდის ახლა აი აქ. ეხლა ვნახოთ ჩვენ შემდეგი კითხვა გვაქვს, ჩვენ რა მიმართულება ხო, ან რა საქმიანობა შეიძლება, ან შესაძლებლობა გაგიხსნის თქვენ ამ ფინანსურ ნაკადს რა, აი კიდევ, აი ეს იციან ჩემ მოსწავლეებმა რა ენერგია არის, ხო? აღარ გავიმეორებ, ანუ ეგ არის, როცა შენ არ გააკეთებ იმას, რაც შენ გსურს, შენი ენერგია აქ უნდა ჩაიდო, რაც შენ მოგწონს. გამიგეთ? აი ამ მეშვეობით შეგიძლიათ თქვენ მოიზიდოთ ისე ვისი გეუბნებით, გაიგოთ თქვენი პროგრამები, აიღოთ თქვენი ესე რა ქვია, რაც გსიამოვნებს და აი იქიდან რა თქმა უნდა ანუ იმ საქმეზე, რას ამაზე ვამბობ და ვიტყვი, სულ ყოველთვის მაგას ვიტყვი, რომ ფული მოდის მხოლოდ იმაზე, იმ საქმიანობიდან დიდი ფული ხო დაუშვათ, მხოლოდ მოდის იქიდან, იმ საქმედან, რომელიც შენ გსიამოვნებს. აგერ არის დასტური ამისი რა. ნახოთ ახლა რა ქმედებები დაგეხმარება შემოსავლის გაზრდაში. აი რა ქმედება და არ უნდა გქონდეს არანაირი შენ ეჭვი. არ უნდა გქონდეს, შენ უნდა იფიქრო რა ქმედება, რითი გავაფართოვოთ თუნდაც ჩემი საქმე. გავიგო ჯერ ეს ერთი, აი აქ პირველი, გავიგო მე რა მჭირდება. გავიგო. აქ ნახეთ, აი მე მაგალითად ახლა აი საერთოდ პანდემიის დროსაც ძალიან ბევრს მუშაობდი და ისედაც აი ძალიან ბევრი მოდის ჩემთან ადამიანები, ვისაც აინტერესებს, მეტყვი ეხლა არის ესეთი პერიოდი, რომ ძალიან ბევრს აინტერესებს თავისი პირადი დანიშნულება, ხო? რატო? იმიტომ რომ ისევ დაუბრუნდები, რომ ეს მართლა ეს არის გასაღები შენი ფულის გასაღები. ვაკეთებ იმას, რისთვისაც მოვედი და რა თქმა უნდა ფულიც მოდის ჩემთან, ხო? იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად ახლა ეს კითხვა, რომ ეს პასუხი იმაზე, რომ უნდა გაიგო, გაარკვიო, სად არის შენი ფული. გამიგეთ? აი ეს ქმედება. ეს ქმედება, იმიტომ რომ აქ ადამიანი არ იცის, ნუ აქ შეხედეთ რა, აი ნახეთ რა მხელა მითითებები გაქვს და ადამიანი, აი ეს ნახეთ რა არკანები არის რა. ნუ ხო, აი ხო გითხარით. ინფორმაცია არის დახურული, რომელსაც თქვენს თავს არ აძლევთ საშუალებას, რომ გაიგოთ ინფორმაცია, გამიგეთ რა. არ იცით თქვენ. დახურული გაქვთ თქვენ ახლა აქ ვინც აი ამ მომენტამდე მოვიდა და მისმენს თქვენ დახურული ვერ ხსნით ბოლომდე კიდე თქვენ რაღაცას ვერ აკეთებთ კიდე რაღაცას ანუ ვერ მართავთ თქვენ თვითონ თქვენს ანუ ქმედებებს თუნდაც გამიგეთ რა ხდება კიდე რაღაცას ხურავთ თქვენს თავში კიდე რაღაცაში ეჭვი გეპარებათ გამომივა არ გამომივა მივიღებ არ მივიღებ ინფორმაციას გამიგეთ რა ხდება ძალიან ესეთი მომენტი გაქვთ რა და ვნახოთ ახლა ჩვენ რა უნდა გაუშვათ თქვენ იმისათვის რომ ფული უფრო მარტივად მოიზიდოთ რა უნდა გაეუშვოთ ზუსტად ანუ ეს ნერვიულობა ზუსტად ის როცა შენ ახლა ფიქრობ რომ აი არ გამოვა პრინციპში აქ როგორი მომენტი არის იცით რა უკვე არ ემსახურება აქ გეუბნებით აქ ძველი პროგრამები რომელიც იყო არ გემსახურებათ გამიგეთ აი ეს უნდა გაუშვათ თქვენ აქ კიდე ნახეთ აი ამასაც ვეტყოდი რომ
აქ რაღაცა აი ამ პოზიციაში კიდე შეიძლება თქვენ მოქმედებთ ძველებურად და კიდე აი იმიტომ ნახეთ ამანაც მაჩვენა ეგ ძველებურად და ზუსტად ეხლა ზუსტად აი ნახეთ შემდეგიც კითხვა მაქვს რა ახალი აზროვნება დაგეხმარებათ ხო? აი აქ ზუსტად ეს არის რომ თუ გინდა შენ რომ შემოვიდეს ახალი ფული რა შემოსავალი, აი აქ უნდა გაუშვა რაღაცა პროგრამებს არ უშვებ თქვენ აი აქ უეჭველი და აქაც ნახეთ უკვე დაჟე ხმალების მეფეთაც დამტკიცეს რა. ეს უნდა გაუშვოთ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ეს უკვე არ გემსახო ხო, უნდა შეცვალოთ, ხო გითხარით. ცოდნა უნდა შეცვალოთ. ცოდნა და თქვენ აქ ჯერ კიდე შეიძლება იყენებთ ძველ ცოდნას. ანუ ძველი პროგრამები რა არის, რაც გითხარით მე თქვენ, ხო? იმისთვის რომ ფული გქონდეს, უნდა იმუშაოთ 15 სამსახურში, არავინ ისე ფული ადვილად არ მოდის, უნდა კაროჩე რა, ეს ძველი პროგრამები, რომელსაც თქვენ არ უშვებთ რა. აქ გეუბნებიან თქვენ რომ უნდა გაუშვა იმისთვის რომ შემოვიდეს. და ვნახოთ ახლა ესე იგი როგორი ახალი ფინანსური აზროვნება უნდა ჩამოყალიბდეს რა. ანუ ესე იგი ეს უკვე რა რწმენები დამოკიდებულებები დაგეხმარება თქვენ საერთოდ ამ სიუხვის მოზიდვაში აი რა უნდა დაგეხმაროთ და პირველ რიგში ნახეთ ანუ ხო გითხარით აქაც იგივეს მეჩვენებენ რომ ესე იგი ახალი რა არის იცით სხვანაირად უნდა შეხედოთ ეს მომენტები, როცა მე უკვე არ მეშინია, არც დაკარგვეს, არ მეშინი იმის, რომ ჩემ ცხოვრებაში არ იქნება, მე არ მეკუთვნის. ანუ აქ არის ზუსტად ანუ როცა მე ვაკეთებ ყველაფერს სიამოვნებით, მე არ მეშინია, რომ ჩემთან არ შემოვას შემოსავალი, ხო? მე ვიღებ იმას, რასაც მე მაძლევს. აქ ნახეთ თასები. ანუ შეხედეთ საერთოდ როცა აი ძველებურად ნახეთ რატო ვიძახე კიდე რომ აი ხა ტაროსაც უნდა ვასწავლოთ შემოსწავლებს კიდე ახალი მიდგომა მივცე იმიტომ რომ ეხლა ენერგიები იცვლება და ეხლა უკვე აი ქალურად წამოვა კიდე უფრო ნუ თან ჩვენ ეხლა მე უფრო აქცენტს ვაკეთებ რა თქმა უნდა ქალების ენერგიებს იმიტომ რომ კურსი და სკოლაც რო გავხსენი ხალის აი მაგიტომ უფრო ამაზე ვაკეთებ აქცენტს რა და მიყვარს ეხლა უკვე მომწონს როცა თასები გამოდის თორე სხვა პერიოდში ფულზე როცა შლი და გამოდიოდა ის უფრო თასები ფულზე არ მომწონდა იმიტომ რომ ნუ სხვა მატრიცაში ეგრე იყო რა როცა ფულზე ლაპარაკობ უნდა იყოს რა თქმა უნდა პენტაკლები როცა არის იმიტომ რომ ემოცია ეხლა რომ შეიცვლება ყველაფერი ნახეთ ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად ხო სხვანაირად უკვე ერთობა ემოციები მაგრამ ეს ემოცია არის როგორ შინაგანი ესეც უკვე აქ მე თასებს უკვე ვერ წავიკითხებ იმით რომ აი მარტო ემოციური ეს ემოცია სხვა თემა ანუ შინაგანი მდგომარეობა ანუ ეს უკვე აი სხვანაირი მიდგომა აქ უკვე დაჟე თუნდაც ახლა თასების შინაგანი მდგომარეობა შენი უნდა შეიცვალოს თუ შენ გინდა რომ შემოვიდეს შენთან ფინანსები ახალი ფინანსური აზროვნება უკვე დაიფუძნება შენს შინაგან მდგომარეობაზე და ვნახოთ ახლა რა პოტენციალი თქვენთვის არის უკვე გახსნილი რა პოტენციალი არის უკვე გახსნილი რაზეც თქვენ ფიქრობდით ბევრს უკვე ნახათ რა საინტერესო არის ანუ როცა შენ საერთოდ ეხლა შეიძლება მედიტაციებს აკეთებდი ფიქრობდი თუნდაც ხო და ის რომელიც იყო შენთვის დახურული კი ანუ ნახეთ აქ ის პოტენციალი რომელიც იყო შენთან დიდი ხანი დახურული აი ეს პოტენციალი საერთოდ სიუხვის პოტენციალი აი ეს გაიხსნება თქვენში რა ყველას რა თქმა უნდა თავისი ხო გითხარით ყველას რა თქმა უნდა თავისი და 6-იანი თასების გამიგეთ ყველას თავისი მაგრამ ის რაც იყო დახურული თქვენში
აი ეს პოტენციალი აუცილებლად გაიხსნება. აუცილებლად. აი რაზეც თქვენ ახლა მედიტაციებს შეიძლება აკეთებდეთ, რაზეც თქვენ ფიქრობდით, ხო? რასაც თქვენ უშვებდით, დედოფალი, მე რაღა თქვა ახლა ეს არა, აი სიყვარულით შეხედეთ. შეცვლი მიდგომას შინაგანად შეცვლი გააღვიძებ შენში, ხო? ანუ სხვანაირად სიყვარულით მიდგომა ქალურად აი ეს მოგიტანს მე შენ დიდ სიუხვეს. ეს გაშლა იყო როგორც მონახაზე და ეს ზუსტად ახლა თუ დაუშვით კიდევაც რეკომენდაციასაც მისცემ ჩემს გოგოებს, ვინც ახლა სწავლობს ჩემთან ამ კურსზე, სადაც ჩვენ ქალურ ენერგიებს ხსნით, ზუსტად ქალურ ენერგიებს ხსნით იმისათვის, რომ ფინანსები, ფული, სიუხვე, სულ ყველაფერი წამოვიდეს უკვე, აი ნახეთ, просто რა კარტე მოდის მზე. წამოვიდეს, ანუ ეს სიუხვე წამოვიდეს. აი ნახეთ, просто რა ხდება. დიდი ფული, სიუხვე, ბედნიერება, ყველაფერი ყველაფერი გაგეხსნებათ აბსოლუტურად. და იქ რა თქმა უნდა ჩვენ უფრო და უფრო ჩემს ქალთა სკოლაში თუ გინდათ შემოგვიერთდეთ, ეს არის ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, მოდით ჩვენთან, იქ ბევრს საუბრობ ჩვენ სხვადასხვა თემებზე, საინტერესო თემებზე, რომელიც ეხება ქალის ენერგიას, როგორ შეიძლება, ანუ სიყვარულით როცა გახსნა შენი ნიჭები, შენი ბედნიერება, ხო, დაასრულო ის პროგრამები, რომელიც უკვე ნამდვილად აღარ გჭირდება და წახვიდე ახალში, ნახე ახალსია ხო და არა იჯდე და ელოდე, всё, გამოვდე ვარ ჩვენ მოლოდინიდან. მაგრამ უნდა ისწავლო ეს ყველაფერი, თუ არ იცი, რა თქმა უნდა. ამიტომ ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, შემოდეთ ჩვენთან ქალთა სკოლაში და გოგოებო, მე ვიცი რომ ჩვენ ახლა ერთად ყველა ამ ენერგიებში გადავალთ.